Aš მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბელებო. გაგვითენდა ლამაზი ბედნიერი მზიანი დღე და ჩვეული რეჟიმით დავიწყოთ. პირველ რიგში მადლობა მოწონებისთვის, მადლობა ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, თქვენი აქტიურობისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ბევრი ადამიანი ნახავს, მით უფრო გაიგებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას და დღევანდელი დღე ეხება ჯერ ენერგიებს, როგორი ენერგიები გველოდება დღეს თქვენთან ერთად. მეც მაინტერესებს, ვთვლი საჭიროთ, რომ თქვენთან ერთად გავშალო და ვნახო, როგორი დღე გველოდება დღეს. ორ ვარიანტზე იქნება. აბა ჩაიწერეთ. პირველი ვარიანტი, როგორი დღე გველოდება დღეს. მეორე ვარიანტი, როგორი დღე გველოდება დღეს. თქვენ აირჩიეთ ვარიანტები, პირველი ან მეორე, ან თუ გინდათ ორივე ვარიანტით შეგიძლიათ რომ მოусმინოთ, რომ გაითვალისწინოთ. პირველი ვარიანტი ამეთვის თოსკვა, მეორე ვარიანტი აი ესეთი ნეფრიტი მწვანე. ნახეთ აბა პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ნახოთ პირველი. მოლაპარაკებები, ურთიერთობა, მიმოწერა, კომუნიკაცია, ანუ აი ესეთი დღე გელოდებათ დღეს პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტს. აქ ამოდის იეროფანტის მაღალი არკანი, რაც ნიშნავს, რომ ან რაღაც ისეთი ავტორიტეტიანი ადამიანი ხართ, ან სულიერებაში გაქვთ წინსვლები, ან და რაღაცას სწავლობთ და განაგრძეთ, ანუ თქვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილის ასრულებისკენ, იმიტომ რომ ავტორიტეტის კარტია და ალბათ ყველანაირად ისედაც ატივცემული ადამიანი ბრძანდებით. მე არ ვიცი ვინ ხართ, ქალი ხართ, კაცი ხართ, მაგრამ ამ კარტის ამოსვლით, ანუ დღევანდელი დღეც თქვენი ენერგიებიდან გამომდინარე. ნახეთ, რომ თქვენ თვითონ გამოსცემთ აი ესეთ ენერგიას, რასაც თქვენ პატივისცემ, ანუ პატივისცემით გეპყრობიან სხვებიც, იმიტომ რომ თქვენც გაქვთ ეს შინაგანი კულტურა, შეიძლება ითქვას, ხო? იმიტომ რომ ვერ ისწავლე ადამიანი ამას, ეს შინაგანად უნდა გქონდეს. კი არის რაღაცები, რაც შეიძლება შეიცვისო, მაგრამ ყველაფერი არის ბუნება, ხო? ეთანხმებით. და რჩევა პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. მომეწონა ავტორიტეტი რომ გამოვიდა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერში უნდა იყო ავტორიტეტი. რჩევა პირველი ვარიანტისთვის და რჩევა მეორე ვარიანტისთვის. რას გირჩევენ დღეს? თქვენ იქნებით თვითკმარი ადამიანი დღეს, ანუ ყველაფერი რაც ანუ ამ კომუნიკაციებიდან, ურთიერთობიდან, სიტუაციებიდან, გარიგებიდან, შეიძლება ბიზნეს პარტნიორობიდან, შეიძლება იგივე თქვენი პირადი ურთიერთობიდან, ანუ კმაყოფილი დარჩებით. რაც თავარია. თვითკმარი ქალი, ანუ ამ სიტუაციებიდან უფრო ფულის კარტია, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ ბიზნესი, ფინანსები, კარიერა, ხო, შემოსავლები, მაგრამ თუ პირადზე გქონდათ ჩაფიქრებული, ამ შემთხვევაშიც კმაყოფილი დარჩებით და მეორე ვარიანტი რჩება. აივსებით გრძნობით. ნახეთ, სულიერების კარტი ხო ამოვიდა, ავტორიტეტის კარტი ხო ამოვიდა. აქ მნიშვნელოვანია თქვენი შინაგანი გრძნობა, განცდა, ანუ სულიერება. და, რა თქმა უნდა, სავსე თასი. რა არის სავსე თასი? ხო, გრძნობა, გრძნობით რო ხარ სავსე. კარგით, მოკლედ, აი ესეთი მოკლე ჩართვით, გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას და აბა თქვენ იცით.